მოგესალმებით საყვარელო გამომწერებო და არქისტუმრებო. ეხლა გვექნება გაშლა 4 ვარიანტზე მისი ჭეშმარიტი ზრახვები. ჩაიფიქრეთ 1 2 3 4. გავშიფრავ მხოლოდ ერთ ყველაზე მთავარ ჭეშმარიტ ზრახვას. დავიწყეთ პირველი ვარიანტით, ისინი ჯერ გავწიოთ. რა ენერგიებია თქვენ შორის? აქ შეიძლება ვიღაცა ბავშვს ელოდებით, ვიღაცასთან ახალი ნაცნობობა, ზოგადად ძალიან კარგი თბილი ენერგიებია. თუ ასე არ არის, ესე იგი ჩაიფიქრეთ სხვა ვარიანტით. ნახოთ მისი ჭეშმარიტი ზრახვები. აქ ტყუილს აქვს ადგილი. ტყუილი, გულისწყენა და ეგოიზმი. მეც ამ ადამიანისგან ნურაფერს მოალოდებით. მოდით დავამატებ. თუ ხვდება ამ ყველაფერს, არა იკეტება. იკეტება ადამიანი და ჭეშმარიტებას ვერ ხედავს. ესეთი გამოგვივიდა პირველი ვარიანტი, გადავიდეთ მეორეზე. რა ენერგიებია თქვენ შორის? აქ ნერვიულობა, დეპრესია. არაფერი კარგი. თქვენ ახლა თავს ცუდად გრძნობთ. კატეხილი ფინჯანით. ნახოთ მისი ჭეშმარიტი ზრახვები. იმის მიუხედავად, რომ აქ რთული სიტუაციაა და თქვენ ახლა თავს ემოციურად, ფიზიკურად შეbat კარგად ვერ გრძნობთ, აქ ზრახვები ძალიან კარგია. ადამიანი იმპერატრიცად გხედავთ, მთავარ ქალად თავის ცხოვრებაში, მნიშვნელოვან ქალად, თქვენისთვის მთელი სამყარო ხართ, თქვენით უნდა დახუროს თავის ცხოვრების ციკლი, სწორად გაიგეთ ცხოვრების ციკლი, ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ მისთვის ბოლო ქალი ხართ, მაგრამ უჭირს ამის განხორციელება. რატო უჭირს? თითქოს უსამართლოდ რაღაც პრობლემებია სულ. აქ არის კრიზისი ყველა სფეროში. ადამიანი თავს ვერ გრძნობს კარგად. მაგისა ეს სილაღე მოკვდა და ვერ იწვის წინ. აგრესია აქვს. და გავგუბის ამ აგრესიას, მაგრამ მაინც თავის აშურება, რა თქმა უნდა, აგრესია. აქ ზრახვები კარგია, მაგრამ მატერიალური სამყაროში ეს ჯერჯერობით ვერ ხორციელდება. მესამე ვარიანტი, რა ენერგიებში ხართ აქ? აქ შეიძლება იყოს არჩევანი. კი, წყვილური ურთიერთობა შეიძლება იყოს. აქ ორი ვარიანტი გათამაშდება, ან ნორმალურ, ასე თუ ისე სტაბილურ წყვილურ ურთიერთობაში ხართ, ან ვიღაც არის არჩევანში. ან ზოგადად არჩევანია. თქვენი მხრიდან, იმის მხრიდან, საერთოდ ეს წყვილი უნდა შედგეს თუ არა. მისი ჭეშმარიტი ზრახვები. აქ ადამიანს უნდა რომ ყველაფერი მართოს, მაგრამ არის იმედგაცრუებული, თქვენ ზედმეტად დამოუკიდებელი ხართ. ადამიანს უნდა რომ თქვენზე იმანიპულიროს და უნდა რომ თქვენ ჩაგაგდოთ უმოქმედობაში, რისთვის სჭირდება ეს. სჭირდება ეს იმისთვის, რომ ნახეთ როგორ ამოვიდა იმპერატრიცა და იმპერატორი. კი, წყვილად გხედავთ, მაგრამ უნდა რომ მოკლას რა. თქვენ სულ გარბი ხართ თითქოს ზედმეტი აქტიურობისკენ და ზედმეტად გინდათ რომ ყველაფერი აკონტროლოთ და აქ ადამიანი თვითონ თავის თავს ხედავს აქ მაგად. ყოვლის შემთხვევით და ადამიანი რომელიც ყველაფერს წვიდავს. ეს უწვის აქ თავს. გადავიდეთ ბოლო ვარიანტზე. რა ენერგიებია აქ? აქ შეიძლება ადამიანი იყოს თქვენზე პატარა ასაკით, შეიძლება ზოგადად იყოს საქციელებში ინფანტილური, ზედმეტად აქტიური, რაღაცნაირად ხანდახან ცოტა სანცარა. თითქოს ენერგიები იქ არ მიაქვს, სადაც საჭიროა. მისი ზრახვები. აქ რომანტიულად არის განწყობილი, აქაც ისევ მაგია მოგვიხდა და ეგოისტურად არის განწყობილი. რა უნდა?
თქვენ შორის არის სიმძიმე, არის ბლოკები, შეიძლება ვიღაცამ დაბლოკეთ. არის ბევრი გაურკვევლობა. უნდა რაღაცა შემოგთავაზოთ, რაც თქვენ გეკუთვნით, მაგრამ ხედავს ან გონია რომ თქვენ ამაზე არ დათანხმდებით, თქვენ მეტი გინდათ, თქვენ მეტი ზღირსი ხართ და მის წინააღმდეგზე თითქოს აგრესიით უპასუხებთ. რისთვის სჭირდება ზრახვები, მაინც ვერ გავიგეთ. ზრახვები აქ ადამიანს ცუდი არ აქვს. პასუხისმგებლიანი ადამიანი არის ზოგადად, ან შეიძლება ეს სრულ იმპერატორი იყოს. წყლის მეფესთან ერთად ეს ცოტა ისეთია უკვე. აგრესია აქვს, რატო აქვს აგრესია? იმედგაცრუების გამო, გრძნობები აქ არის. აქ ადამიანს არ უნდა სტაბილურობა. აქეთ-იქით სიარული უნდა, როგორც სტაბილურ პარტნიორს ამას ანგრევს. ანუ ის არის ვარიანტი მოგწოდით. ძალიან დიდი მადლობა ყოველს მისუყურეთ. პირად კონსულტაციებზე ჩასაწერად, მოწერეთ პირადში მითითებულ ნომერზე, ვიბერზე ან WhatsApp-ზე. ყველას დიდი მადლობა გამოწერებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის.